ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტია, კახეთის განათლების მთავარი კერა, ცოდნის ტაძარი და ჩემი სამსახური, თუმცა უნდა ვაღიარო და გამოგიტყდეთ, რომ სამსახურში დროულად გამოცხადება ჩვენთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს კი ჩვენი ფილმის მთავარი გმირი სოსო მიქელაძეა. შევეძებ 8-ზე რუის ნახევარზე, მე რაღაც 9 საათისთვის უკვე უნდა ვიყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი ვალდებულება კარგად ვიხედებოდა საუნივერსიტეტო საქმიანობაში, თითქმის ყველაფერში, ფინანსებში, სასწავლო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფაში, უნივერსიტეტის სტრატეგიაში, სამომავლო გეგმებსა და მიზნებში და ვაძლევდი რჩევებს და კონსულტაციებს უშუალოდ რექტორს. ყველაზე კარგი და მე ვფიქრობ საუკუნო და ესეთი უბერებელი რჩევა არის იყავი თამამი, რაც შეიძლება თამამი. მე ვფიქრობ დაახლოებით 30-40%-ით მაინც ეს რჩევა გათვალისწინებული მაქვს და 60%-ს ვიტოვებ დანარჩენი ცხოვრებისათვის. მაშინ მე რაც მახსოვს ბავშვებისთვის განსაკუთრებული ასეთი სიამოვნება იყო ეს სწორედ აი ეს ბავშვობა, ყოფილიყვნენ ბავშვები, ეთამაშათ, აი მახსოვს აუთავებელი სირბილი, ეს რეალი 80-იანებიდან მახსოვს ძალიან ესეთი მეგობრული და დიდი ოჯახი ქონდა, პაპა, ბებია, დედა, მამა და ბებია იყო ცნობილი მასწავლებელი, მუშაობდა პირველ სკოლაში, მეშვიდე სკოლაში, მამა მუშაობდა სატრანსპორტო საწარმოში, დედა ბანკში, აი აქ მაშინ იყო ერთი ცენტრალური ბანკი. რა თქმა უნდა, დედასაც და მამასაც მე და ჩემი ყო ვაბრაზებდით, თუმცა შედარებით უფრო ნაკლებად, იმიტომ 7 ბავშვები ვიყავით, რაღაც უფრო ასე ვთქვათ, სწავლობდით ბევრს, წარმატებით, თულებოდით ესეთი წარჩინებული მოსწავლეებად. მახსოვს, რომ ჩემი ოცნება იყო დაახლოებით 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მახსოვს ესპანეთში, ფეხბურთში. და მაშინ იყო ძალიან პოპულარული მარადონა, პირველად გამოჩნდა, წითელი ბარათი ამოუღეს და გააძევეს და ალბათ მარადონა თუ არა პლატინის დონეზე მაინც გამოსულიყავით ფეხბურთელები, ეს გვინდოდა. რა თქმა უნდა, არა გვიხდა. მე როგორც სტუდენტობის დროს დავიწყე ვარჯიში ათლეტიზმზე პარალიმპიადაში. ისტორია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და კონკრეტულად რატო აირჩიე ეგ ფაკულტეტი და ეგ სპეციალობა? ულახტი ვთქვათ ეს იყოს ბიჭებისთვის საუკეთესო ვარიანტი მაშინ თელავში. ეს არ იყო ის რაც მე მინდოდა. სიმართლე გითხრა, მაშინ არც ვიცოდი რა მინდოდა. ჩემი საყვარელი საქმე მაინც მუსიკა იყო. მინდოდა დავყოლო თუმცა რაც მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოვიჭი სწორედ ისტორია სამართალმცოდნეობაში. ახლობით 2003-2004 წლიდან აქტიურად დავიწყე უკვე ფსიქოლოგიის, გამოყენებითი ფსიქოლოგიის, რაღაც მენეჯმენტის, პოლიტოლოგიის საკითხების შესწავლა. შევეცადე აი ეს ყველაფერი ჩამომეყალიბებინა ერთ კურსად, შექმნილი საკუთარი წარმატება. სადაც შევიდა პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია, ეფექტური ლიდერობა, კონფლიქტების მოგვარება, საკუთარი თავის მართვა. ვსწავლობდი კლასიკურ გიტარას, მქონდა საინტერესო კონცერტები კლასიკურ გიტარაში. პერსპექტიული გიტარისტი ვიყავი კლასიკაში. მაინც ცხოვრების ოლმა პროზამ თავისი გიტარა და თავი გავანებე.
მივახემდა სამწუხაროდ. თითქოს რაღაც პერიოდში სიმღერებით გადმოსაცემის სათქმელი ან ზოგადად სათქმელის მესიჯი რაც უნდა მქონოდა სამყაროს მიმართ თითქოს ამოიწურა და გადავერტე პროზაში. რუსული მოთხრობები იყო და ბოლო წლებში დაიწყება ქართული მოთხრობების წერა. და ძალიან მიყვარს კიდე ფეხით სეირნობა, გამოსვლება და გვაქვს ერთი მეგობართან ერთად ძალიან ლამაზი ადგილი სოფელში, სადაც მივდივართ, ვკეიფობთ. ეს არის სოფელი ხორხელი, ალაზნის ველი. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვხატავდი ამ სურათს და ასე ვთქვათ, ონაურული ჩანაფიქრიცა ჩანს ამ სურათში, სიუჟეტი, აქეთ ქალები, აქეთ კაცები. ეს არის თვითონ სახლის პატრონის კახას კომპოზიცია, განსხვავებულების კოლექცია. აქა ძალიან დიდი სატირა და ირონიაა, შეხედავთ. დომინოს დაუმთავრებელი პარტია ახალი ამდგრები არიან, თუ მიხვდებით, სკამები გადავარდნილია. დომინოს კოჭებიც ამოტრიალებულია, დასამთავრებელია ეს თამაში. იქაც რაღაც ანგარიშია ჩასული. მოულოდნელად რაღაც მოხდა და მოთამაშეები გავიდა. და ეცე ბავშვობის დროებს. ეს სახლი რაღაცნაირად გახდა ჩემი ცხოვრებისეული ტრანსფორმაციის დასაწყისი. მახსოვს 2006 წელს ვიყავი აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ნულზე მუშევრად. ახლა როდესაც შემოთავაზა რომ მოდი სახლს რაღაც ერთი ხელი შევავლოთ, რაღაც გავაკეთოთ, დახატე. ჩემი ძალები ვიცადე. პრინციპში თითქმის ყველა ადამიანი ჩემთვის მასწავლებელია. ვფიქრობ რომ ყველასგან რაღაც ისწავლა შეიძლება. როგორც შეცდომა მოგდის, რაც უფრო ადრე აღიარებ, რაც უფრო ადრე იმართავ იმას, ვისაც მისთან მოგდის შეცდომა. რო კარგად იწვევს. მე ვფიქრობ ფრიანი ვარკი, როდესაც ოდნავ ვუმატებ შრომის მოყარეობას და შრომას, თავდადებულებას და შეუპოვრობას რაღაც საქმისადმი, ესევე იბალი მეხსნება ჩემ დაუნებურად. აკვირვებს კიდეც. ოდნავ ცოტა მეც როცა ვშრომ. სადღაც შუაში ვარ, ხო, რაღაც ტკივილით ვაკეთებ საკუთარი თავის მოტივირებას, არც იმ კარგით ვაკეთებ და მე ვფიქრობ ესეც უკვე დრო არის გადაეხედოს იმ მოტივებს, რაც მამოძრავებს. აინც რატომღაც არ ვარ კმაყოფილი, შესაძლებელი იყო 35 წლის ასაკისთვის უფრო მეტი რაღაცისთვის მივიღწია. Now if shall do that accepts პირველ რიგში მუსიკალური ალბომის ჩაწერა, კონცეპტუალური მუსიკის გაკეთება, რაღაც მსხვილი ბიზნესის წამოწყება, წარმატებების სამსახურში და აუცილებლად მინდა ახალგაზრდებისთვის გავაკეთო წარმატების სკოლა, დემოკრატიის სკოლა, სადაც ისინი დაეუფლებიან საიცოცხლო კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელ უნარჩვევებს. ძალიან საინტერესო მიზნებია. წარმატებებს ვისურვებ. ყველა მიზნისთვის ვისურვებ. კარგად იყავით. კარგად. ბავშვობაში მეგონა ცნობილი მომღერალი გამოვიდოდი, თუმცა რომ გავიზარდე მივხვდი რომ მხოლოდ ბავშვობის სურვილი არ კმარა იმისთვის რომ ვიყოთ წარმატებულები. ამისთვის საჭიროა შინაგანი თავისუფლება, შინაგანი ტრანსფორმაცია, შრომა, ოფლისღვრა და მერე წარმატება აუცილებლად გვეწევა. თუნდაც ჩემნაირი ზარმაცები იყოთ და ყოველდღე იგვიანებდით სამსახურში.